მოგესალმებით, ტელეკომპანია კავკასია პროგრამას კლუბი გვამსტობენ, მე ასტროლოგი და ტელეწამყვანი მიხეილ ცაგარელი კვლავ თქვენთან ერთად ვარ და ჩვენ ვსაუბრობთ ასტროლოგიაზე. იმ მოვლენებზე, რომელიც ჩვენ გველოდება უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში, საუბარი 27 იანვრის და 2 თებერვლის შუალჩიმიდან ასტროლოგიურ პროგნოზზე, მშვენი კვირა და რა ტენდენციებთან იქნება იგი დაკავშირებული, ამაზე ხადია ჩვენ ვისაუბრებთ. ეხლა უბრალოდ დავიწყოთ, მოდით ჩვენი სარეკლამო წერტილით, ანუ კონკრეტულად თქვენ იცით, რომ გამოსულია ჟურნალი შენი ჰოროსკოპი, სადაც არის უამრავი რამ, ინფორმაცია ძალიან დიდი, მათ შორის თითოეული თვის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ცალკეული ზოდიაქოს ნიშნისათვის. მიმართულება დაკარგული მთვარის პერიოდი, ანუ სხვადასხვა უკურსო მთვარეს უწოდებთ ჩვენ ასე მას, რას ნიშნავს და როდისა გვაქვს ჩვენ წლის განმავლობაში ესეც გაქვთ აღნიშნული. და აქვე მოდით დავუშვათ, რომ ეს ის პერიოდია, რომ შეობისას აი ამ სხვა შორის შეიძლება თქვენ გაიცნოთ კარგად იმ წელიწადს, რომლის ასე თქვა თავარი მართველი იქნება გველი. და სხვა შორის აი ახლა 4 შაბათს ჩვენ გვაქვს სწორედ ის პერიოდი, რომელსაც ქვი აღმოსავლური კალენდრით მწვანე ფერის ხის სტიქიის გველის წელიწადი. აი აღმოსავლური კალენდრით სწორედ ახლა 4 შაბათს 29-ში იწყება გველის წელიწადი და აქ გაქვთ სრული ინფორმაცია იმის შესახებ გველი რა თვისებების, რა ხასიათის არის, რამდენაირია, როგორ მოქმედებს ადამიანებზე და სხვა ნიშნებთან რა დამოკიდებულება აქვს, უამრავი ინფორმაცია გაქვთ ამ ჟურნალში. ამის გარდა მეორე ჟურნალი უნდა აღნიშნოს, ეს არის ჟურნალი ჰოროსკოპი, დიდი მოგეხსენებათ, სადაც არის არანაკლებ საინტერესო ინფორმაცია, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს პოლიტიკური ასტროპროგნოზი, სხვა შორის მეორე მხარეს აქ ნახავთ ამ ინფორმაციას, ამის გარდა შეგნით ჩვენ გვაქვს ყოველდღიური მთვარის, ასე ვთქვათ, გარკვეულწილად ზეგავლენის შედეგად პროგნოზები თითოეულ დღეზე, რა ტენდენციების მატარებელი ეს დღეები, ამის გარდა ჩვენ გვაქვს გეომანტია, დედამიწისა როგორია. აი სწორედ ეს გრაფიკები მეტყველებენ ამაზე, აქ არის აღნიშნული სწორედ დედამიწის გეომანტიური მდგომარეობა და რაზე გავლენას ახდენს ეს თითოეულ ჩვენთაგანზე, საერთოდ დედამიწაზე და მოვლენებზე, რომელიც შესაძლებელია დედამიწაზე წარიმართოს ამა თუ იმ თვის სხვადასხვა პერიოდებში. და რას უკვე აღნიშნულია 2025 წლის, როგორც აღმოსავლური, ასევე დასავლური ზოდიაქოს ნიშნებისთვის ასტროლოგიური პროგნოზი, ამით იქნებით გაფრთხილებული და შეარაღებული და შეგნით რასაკვირია თქვენ უკვე იცით რა გელოდებათ ამ ჟურნალში. გადაშლით და შუაში აღმოაჩენთ დიდ და პატარა ასტროკალენდრებს. ეს არის პატარა ასტროკალენდარი ჯიბის. ეს ყველაფერი არის შეგნით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ზოგს გონია რომ ეს ცალკე არა, ეს ყველაფერი არის შეგნით ამ დიდ ჟურნალში ჰოროსკოპი. აქ არის ესე იგი ცალკეული ზოდიაქოს ნიშნების მთელი წლის ასტროკალენდარი დადებითი უარყოფით დღეებით, ახალმთვარეობით, სავსემთვარეობით და ასე შემდგომ. ვისაც უნდა ოჯახისთვის ან დაუშვათ იგივე დაუშვათ კოლექტივში მუშაობს და ყველამ რო ნახოს, აი მათთვის არის სწორედ ესეთ საოჯახო დიდი ასტროლოგიური კალენდარი, სადაც არის 12-ვე ზოდიაქოს ნიშნის თითოეული თვის დადებითი და უარყოფით დღეები და ასევე ახალმთვარეობა, სავსემთვარეობა მთელი წლის განმავლობაში გათვლილი და ახსნა განმარტება, რას ქვია თუ რას ნიშნავს ყოველივე ეს. ამის გარდა ჩვენ გვაქვს რასაკვირია ბიზნეს, სასიყვარულო, შემოქმედებითი და სამედიცინო ასტროლოგიური კალენდრები, სადაც მაგალითად ღმერთმა დაგაჭიროთ ოპერაცია, მაგრამ თუ დაგჭირდათ, აი შეგიძლიათ სწორედ აი ამ ცხრილში ნახოთ თუ დაუშვათ რომელი დღეები ამა თუ იმ ოპერაციისთვის არასასურველი და ჯობია ის ორი დღე, რომელიც არასასურველია, იმ დროს გადავდოთ ეს ოპერაცია. ეს იქნება უფრო სწორი ჭკვიანური საქციელი და ეს ყველაფერი რას ქვია თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ პრესიჯი ხურებში საქართველოს მასშტაბით. დავიწყოთ აქედან, ხო? და არა მარტო, სხვა შორის მინდა გითხრათ, რომ აი თუნდაც ნიკორას მაღაზიებში ასევე შეიძლება იპოვოთ, აი ეკაც არის ეს დადებული და ასევე სხვა მაღაზიებში, სადაც აი შეიძლება აბსოლუტურად არაფერი კავშირი არ აქვს მაღაზიებში, შეიძლება ეს ლიტერატურასთან, მაგრამ შეიძლება აქაც კი ბიბლიოში მაგალითად აქაც არის შეტანილი მთელი რესპუბლიკის მასშტაბით ეს ჟურნალები იყიდება და თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ, სხვა შორის დიდი რაოდენობით მაინც არ არის გამოსული. ამიტომ ესე იგი აქ უნდა იჩქაროთ, რომ იყოთ შეიარაღებული, გაფრთხილებული, ყველა ეს ასე ვთქვათ კალენდრები
დიდი, პატარა და შემდგომ ეს ყველაფერი შეგიძლიათ ერთად შეიძინოთ და გამოიყენოთ. ამასთან ერთად ახლა ვისაც აქვს სურვილი რომ დაუშვათ სახლში მიტანით, მოემსახურონ და ეს ყველაფერი მიიღოთ სახლში, ნუ მაშინ უკვე შეეხმიანეთ შემდეგი ტელეფონის ნომრით 597 15 99 77, ვიმეორებ 597 15 99 77 და მიიღებთ უკვე სახლში მიტანით ამ პროდუქციას და ასე ვთქვათ, ასევე იქნებით გაფრთხილებული, შეარაღებული. ამის გარდა იყიდება ასევე უკვე ჩვეულებრივ პრესის ჯიხურებში ასტროლოგიური კალენდარი სასოფლო-სამეურნეო. ბატონ დურმიშხან ყიფიანი, სადაც არის გათვლილი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობასთან დაკავშირებული, მშენებლობასთან დაკავშირებული და შემდგომ სხვადასხვა მშვენი ინფორმაციები, ასევე ცალკეული დღეების და მიხედვით. ესეც შეგიძლიათ სწორედ პრესის ჯიხურებში შეიძინოთ და ამ ინფორმაციით იქნებით გაფრთხილებული, შეარაღებული. მინდა გითხრათ, რომ ძალიან კარგი გამოცემებია, ქაღალზე დაბეჭდილი, ფერადი, ლამაზი და თან მე იმედი მაქვს, რომ საინტერესო, ვისაც უყვარს ასტროლოგია, ყოველ შემთხვევაში მათთვის ეს ჟურნალები მე მგონი ძალიან მნიშვნელოვანი ხა ჩემს ახალგაზრდობაში რო ვფიქრობ ასეთი რამ რომ მენახა, ნუ არ ვიცი, ხა უზომოდ ბედნიერი ვიქნებოდი, იმიტომ რომ არაფერი არ იყო, ერთი წიგნი იყო, მხოლოდ ეძიე ვარსკვლავიშიანი გახსოვთ თქვენ ესეც ჩავთეთრი ყოველგვარი ზედმეტი სურათების გარეშე. ეს იყო და ეს. ეხლა ესეთი გამოცემებია და აქედან გამომდინარე, ნუ ერთი ვიზუალურად სასიამოვნოა და მე ინფორმაციულად მე მგონი საინტერესო იქნება თქვენთვის. და ვიმეორებ მთელი რესპუბლიკის ფარგლებში იყიდება პრესის ჯიხურებში პირველ რიგში, ასევე ბიბლიაში მოიკითხეთ, ნიკორაში და სხვა ესეთ ადგილებში, ზოგიერთ აფთიაქშიც კი შეიძლება წააგდეს. ეხლა რაც შეეხება უკვე სხვა მნიშვნელოვან მოვლენებს, სხვა შორის აქ კითხვები დამხდა იმასთან დაკავშირებით, რომ საზოგადოებას აინტერესებს ეგ პირად ჰოროსკოპთან დაკავშირებული ამბები, იმიტომ რომ აქ ცოტა სიტუაცია აირია. მინდა გითხრათ, აირია იმასთან დაკავშირებით, რომ ფეიკების ძალიან დიდი რაოდენობა გაჩნდა, ჩემი ფეიკების სამწუხაროდ, იმიტომ რომ აი ახლა დამირეკა კიდე ერთ ქალბატონმა სამეგრელოდან და ისიც ელოდება ესე პირად ჰოროსკოპს. ხალხო, ჩემოკარგებო, კიდე ერთხელ მინდა გთხოვოთ. მხოლოდ შემეხმიანეთ იმ ტელეფონის ნომერზე, რომელსაც მე ვაცხადებ ტელეკომპანია კავკასიის ეთერში. ხო, ეს არის მხოლოდ ის ტელეფონი, სადაც თქვენ შეგიძლიათ შეგვეხმიანოთ და ნამდვილად გექნებათ ურთიერთობა ჩემთან. ის ასტროლოგიური კალენდარი იქნება ჩემს მიერ შედგენილი და ჩვენ გვაქვს ურთიერთობა ესეთი. თუ დაუშვათ ადამიანს შეუძლია მოსვლა ჩემთან, ჩვენ ერთ-ერთზე ვჯდებით და ვსაუბრობთ ამ მისი ადამიანის პირადი ჰოროსკოპის შესახებ. თუ მას მოსვლა არ შეუძლია, ანუ დაუშვათ რეკავს, ნუ ყოფილან ეს შემთხვევები, როცა ნუ ვერ ჩამოდის, ან დაუშვათ, ნუ საზღვარგარეთზე არ მაქვს ლაპარაკი, თავისთავად ემიგრანტები ძალიან აქტიურობენ, მადლობა მათ ამისთვის, მაგრამ ნუ დაუშვათ აი ფოთიდან, ქუთაისიდან, თელავიდან და ამ შემდგომ ხო ვერ ჩამოდიან. მაშინ ჩვენ გვაქვს ონლაინ რეჟიმი, სადაც ჩვენ ტელეფონით, მობილური ტელეფონით ვესაუბრებით ერთმანეთს და მე იგივეს გიხსნით, რასაც ასე ვთქვათ, ვაკეთებ, როცა უშუალო კონტაქტი მაქვს ადამიანებთან. ანუ ყველა ვარიანტში თქვენ გაქვთ ურთიერთობა ჩემთან, გესმით ჩემი ხმა, ჩემი საუბარი, მე ამას გიხსნით ყველაფერს, როცა უშუალოდ მოდიხარ პირად რუკაზეც გიხსნით ყველა დეტალებს და ასე შემდგომ. ამიტომ თქვენ იცით, რომ ეს არის უკვე ამაზე მე პასუხისგებლობას ვიღებ, მაგრამ სხვა რამეზე პასუხისგებლობას ფეიკებზე ვერ ავიღებ ვერანაირად. აი ახლა რომელიღაც პიროვნებამ, არ ვიცი ვინ არის, რომელსაც დადო ჩემი სურათი და ფეიკია და ესე იგი ვიღაცებს არწმუნებს, რომ ეს ვარ მე, და აქედან გამომდინარე, აი ამ ქალბატონს მაგალითად რა ქნა. მან ესე იგი უთხრა, რომ ესე იგი ვარ მე და ამიტომ გავუკეთებ პირად ჰოროსკოპს. გამოაგზავნინა რაღაც თანხა და ეს ქალი ელოდება ხა, გავიდა უკვე 1 თვე, 2 თვე, ნუ არაფერი, ხო? და შესაბამისად ახლა გაიგო ეს ტელეფონი, ახლა გვირეკავს ჩვენ. და ახლა რა აღმოჩნდა ის პიროვნება ეუბნება, რომ მე თქვენ ამას ყველაფერს დაგიბეჭდავთ და ესეთი ბეჭდვითი ფორმით თქვენ ამას მიიღებთ. და უკვე წაიკითხავ და გეცნობათ ყველაფერი თქვენ შესახებ. აი და ის ელოდება, როდის მიიღებს ამ ასე ვთქვათ დაბეჭდილ ფორმას. და ნუ ცხადია რომ ვერ მიიღებს. ამიტომ შემოკარგებო, კიდევ ერთხელ გთხოვთ. Τώρα ეს გადაცემები ხა Facebook-ზეც დაიდება, YouTube-ზე დაიდება და ბევრი ნახავს და ესე იგი მათ საყურებლად კიდევ ერთხელ მინდა მოტყუებული რო არ აღმოჩნდეთ და საერთოდ ახლა გველი წელიწადი იწყება და გველი წელიწადში ტყუილები მოიმატებს ეს წინდაწინ მინდა გითხრათ. ამიტომ ესე იგი მხოლოდ გვიკავშირდებით იმ ტელეფონის ნომრით, რომელსაც მე ახლა გეტყვით.
599 91 52 38 ვიმეორებ 599 91 52 38 მხოლოდ ამ ტელეფონის ნომრით ვიკავშირდები და მე გაქვთ უშუალოდ კონტაქტი ჩემთან და ან პირადად ხვდებით ან ონლაინ რეჟიმით საუბრობთ სადაც თქვენ რაც უკვე ჩემი ხმაც გესმით და უკვე ხართ აბსოლუტურად დარწმუნებული რომ ეს ნამდვილად მე ვარ მაგრამ ყველა სხვა ვარიანტი გამორიცხეთ ვინც არ უნდა დაგირეკოთ ჩემი სახელი და გითხრათ რომ აი დაბეჭდილს მოგცემთ და ასე შემდგომ ეს არის ფეიკები და ტყუილი ამას მიექცეთ ყურადღება ეს შემთხვევაა იმიტომ რომ ახლა ძალიან ბევრი ადამიანი მოტყუებულია შეშფუთებულია შეწყებულია და მათთან ერთად მე შეწყებული ვარ ხო და აქედან გამომდინარე მოდით სწორად ვიმოქმედოთ შეგვეხმიანეთ მხოლოდ იმ ნომრით რომელიც მე ახლა გითხარით აი აქედან გამომდინარე გექნებათ გარანტია რომ ნამდვილად ჩემთან გექნებათ საქმე ეხლა რა შეეხება უკვე მოდით მიმდინარე კვირას აი შემდგომ კვირას მიაქციოთ ყურადღება 27 იანვრის და 2 თებერვლის შუალედს რა ტენდენციები გაქვთ ჩვენ ამ კვირის განმავლობაში ამაზე ვისაუბროთ და ამ პირველში დავიწყოთ იმით რომ ძალიან მშვენი მოვლენები ამ კვირის განმავლობაში ნუ პირველი მშვენი მოვლენა აღვნიშნეთ ხო 29 რიცხვი ჩვენ გვაქვს აქ ახალმთვარეობა ამავდროულად ეს არის ეგრეთწოდებული მე-13 ახალმთვარეობა და ასევე ჩვენ გვაქვს ახალი წელი აღმოსავლური კალენდრით ანუ მწვანე ფერის გველის წელიწადი იწყება შესაბამისად აქედან გამომდინარე თქვენ უკვე იცით აი სხვა ჩვენს ამ ჟურნალებშიც აღწერილი გაქვთ როგორ იქნება ეს წელიწადი და თითოეულ ზოდიაქოს ნიშანს რა ელოდება ეს ყველაფერი აქედანაც შეგიძლიათ ვრცლად აიღოთ და ამის გარდა აღნიშნოთ რომ თქვენ უნდა ფენშუის პრინციპებითაც შეხვდეთ ახალ წელს თუ ეს გააკეთეთ 31 იანვარს მაშინ აუცილებლობა არ არის მაგრამ თუ თქვენ 31-ში არ გაეკეთებიათ ეს რიტუალები რომელზეც ჩვენ გქონდა საუბარი გახსოვთ თქვენ იქ იყო სანთლები იქ იყო დაუშვათ ფული და ამასთან დაკავშირებული გარკვეული ასე თქვა ჩათქმები ამაზე ჩვენ ვისაუბრებთ და ეს ყველაფერი აქტუალურია 29-ში ამიტომ იქ თუ ვერ მოასწარით თქვენ 29-ში შეგიძლიათ ეს კიდევ ერთხელ გააკეთოთ ან დაუშვათ თუ გაქვთ სურვილი გაიმეოროთ კიდეც ყოველ შემთხვევაში 29-ში 16 საათზე 35 წუთზე შემოდის გველის წელიწადი და თქვენ შეგიძლიათ კიდევ ერთხელ ეს რიტუალები ჩაატაროთ რადგან ჩვენ გქონდა საუბარი 29-ში უკვე თქვენ თუ მაგიდაზე ახლა გიდევთ ორი ასე ვთქვათ გამოსახულება გველის და დრაკონის 29-ში უკვე დრაკონი შეგიძლიათ უკვე თავის პანთეონში გადაუშვათ სხვა ცხოველებთან და დატოვოთ მხოლოდ გველის გამოსახულება როგორც თავარი ასე ვთქვათ მასპინძლისა მომავალი წლისა ეს 29-ში 4 შაბათს 16 საათიდან 35 წუთიდან უკვე შეგიძლიათ გააკეთოთ ამასთან ერთად 29-ში ასევე შეგიძლიათ 4 შაბათს ჩამოწეროთ თქვენი სურვილები და აი დღეში რამდენჯერმე წაიკითხეთ რათა მოხდეს ამ სურვილების ეს კიდე ერთი იყო გახსოვთ ესეთი ასე ვთქვათ ჩათქმისთვის აუცილებელი პერიოდი და ეს შეგიძლიათ 29-შიც ახლა გამეოროთ და ელემენტარულად შეგიძლიათ შეხვდეთ ერთმანეთს ჭიქა აწიო და კიდევ ერთხელ მიულოცოთ აღმოსავლური კალენდრით ანუ უკვე მთვარის იუპიტერიანული ასევე კალენდრის ზეგავლენით ახალი წლის დადგომა და ერთმანეთს კიდევ ერთხელ მოეფერო და უსურვოთ ყოველივე კარგი. ამასთან ერთად ახლა ნუ დაგვეცდება რომ ჩვენ აქ მნიშვნელოვანი ასევე ატრიბუტიკა, ხო? ეგრევე დავუშვათ გველის სიმბოლიკა უნდა გქონდეს, ასევე უნდა გქონდეს დავუშვათ ფულის მოსაზიდი ატრიბუტები, გახსოვთ ეს ფენშუის სპეციალური ატრიბუტები, ხო? აქ ჩვენ გვაქვს ასევე რადგან მწვანე გველის წელიწადი, ასევე კარგი იქნება ამ ფერში ასეთ უსასრულო ბედნიერების კვანძი, რო გქონდეს ასევე სახში იმის გარდა რომ ესთეტურად სიმპათიურია და ლამაზი, ამის გარდა მათ თავისი დანიშნულება, მნიშვნელობა აქვს, ასევე დავუშვათ ესეთი აი აგერ ბატონო ფულის ხე ეგრეთ წოდებული ჩამოსაკიდი და ასე შემდგომ რითის მეშვეობით შეიძლება მოვიზიდოთ ფინანსური შესაძლებლობები ეს ყველაფერი თქვენ უკვე გახსოვთ იმედია სად შეიძლება ეს ყველაფერი შეიძინოთ ალექსანდრე ჭავჭავაძის 3 ნომერში ეს არის მოგეხსენებათ ოპერის ზევით აღმავალი ქუჩა ენახეთ ესეც საოცარი ატრიბუტია რომელიც ხელს უწყობს ასევე ფინანსური ტენდენციების მოზიდვას, ჯანმრთელობის გრადობას და სხვა სასიკეთო ცვლილებებს. და ეს ყველაფერი ალექსანდრე ჭავჭავაძის 3 ნომერში იქ არის პატარა მაღაზია ლინდაო, სადაც ეს ყველაფერი უკვე მრავალი წლის განმავლობაში თქვენ გემსახურებათ და შეგიძლიათ ეს ყველაფერი თუ არ შეგიძენიათ წინა პერიოდში 31 დეკემბრისთვის, აი ახლა შეგიძლიათ ასე ვთქვათ კომპენსაცია გააკეთოთ, შეეძინოთ და ასეთი დადებითი განწყობით კიდევ ერთხელ შეხვდეთ 29-ში 4 შაბათ დღეს 16 საათზე 35 წუთზე აღმოსავლური კალენდრით ახალ წელს.
ეს ერთი. ასევე აღნიშნოთ, რომ სამშაბათს პლანეტა მერკური, გონების ინტელექტის მმართველი პლანეტა გადაინაცვლებს მერწყულის ზოდიაქოში და აქ ამქედან გამომდინარე უკვე ადამიანთან ვთქვათ מחვილი გონება უკვე საოცრებებს გააკეთებს, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო ახალი იდეების, პროექტების, ნოვატორული მოქმედებების, რეფორმების და გონებრივი თავისუფლების სპონტანური იმპროვიზაციის დრო დგება. მაგიდან გამომდინარე, ადვილად გაითვისებენ ადამიანები თანამედროვე ტექნოლოგიებს, კომპიუტერულ პროგრამულ სისტემებს და შემდგომ და აი ამ კუთხითაც ეს პერიოდი ძალიან კარგი და ნაყოფიერი იქნება. ეხლა მოდი აღვნიშნოთ ის, რომ ყველაზე მთავარი რაც არის, ის არის, რომ დედამიწა პოზიტიურ ენერგოველშია. ეს გენიშნავს იმას, რომ ურთიერთგაგება ადამიანებს შორის მაღალია, ეს პერიოდი ხელს უწყობს აქედან გამომდინარე ზოგიერთი იდეის რეალიზაციას, საინტერესო მოლაპარაკებების წარმოებას, მნიშვნელოვანი ცოდნის მიღებას, პარტნიორული ურთიერთობების ასევე გაუმჯობესებას და დალაგებას და სხვა სასიკეთო ცვლილებებს. ამიტომ პოზიტიური ენერგოველი ბევრ რამეში გვეხმარება ადამიანებს. თუმცა ერთ-ერთი ხა რაც მაინდა-მაინც სასურველი არის, ეს არის ის, რომ პლანეტა მარსი არის ხა ცოტა რეტროგრადული. და რას ნიშნავს რეტროგრადული უკუმავალი მარსი და რაში გვიშლის ხას, ამათ ჩვენ მოგვიანებით ვეცდებით, რომ ამაზეც გესაუბროთ. ეხლა კიდევ დეტალი, რადგან ჩვენ ახალი წელი გვაქვს 29-ში, 16 საათზე 35 წუთზე და თანაუგრძნოთ, რომ ამ დღეს გვაქვს ჩვენ სწორედ ახალ მთვარეობა, ანუ ეს ითხოვს რასაკვირველია ყურადღებას, იმიტომ რომ მერწყულის ზოდიაქოში ხდება მზის და მთვარის ენერგიათა შეერთება. და ახალ მთვარეობა ყოველთვის ცოტა რთული დღეა. აქედან გამომდინარე, მოდი აღვნიშნოთ, რომ ცნებები, სხვა სახის მოტყუებების, ჯანმრთელობის გაუარესების, ტრავმატული ტენდენციების ტენდენცია ამ დღეს ყოველთვის მაღალია. ამიტომ 29-ში მოდით ახალ საქმეს ნუ დავიწყებთ, მეშვიდე მოლაპარაკებებს ნუ აწარმოებთ, ხეშეღულებებს ნუ დავდებთ, სარისკო მოქმედებებს მაქსიმალურად მოვარიდოთ, ანუ მშვიდობიანად გავიაროთ ეს დღე, მაქსიმალურად მოულოცოთ ერთმანეთს ახალი წლის დადგომა კიდევ ერთხელ, მწვანე გველის წელიწადისა და უსურვოთ ყოველივე კარგი. ილოცეთ და დალოცეთ ყველა. ეს იქნება ყველაზე კარგი 29-ში და არა რაღაც მნიშვნელოვანი საქმეების გარჩევა, რაღაც მნიშვნელოვანი საქმეების გაკეთება, გზავრობა, მოგზაურობაც მაინდა-მაინც სასურველი არ იქნება 29-ში. ეს ყველაფერი გავითვალისწინოთ, რომ ეს რიცხვი გავიაროთ თხილად და წინ დახედულად. ეხლა ცალკეულ ზოდიაქოს ნიშნებს რაც შეეხება, რადგან დედამიწა პოზიტიურ ენერგოველში, ეს უკვე კარგია. ეს უკვე ყველა ნიშანს აძლევს გარკვეულ პოზიტიურ შესაძლებლობებს და შანსებს. თუმცა 29-ში ყველა ნიშანმა უნდა შეიკავოს თავი აქტიური მოქმედებებისგან. 29-ში, ანუ ახალ მთვარეობაზე, ესე იგი, არაფერს ახალს მნიშვნელოვანს არ ვიწყებთ. არავითარი ვიმეორებ მოლაპარაკებები, ფინანსური ხარჯი, ფრთხილად ტრანსპორტთან მიმართებაში, ჯანმრთელობასაც გავაფრთხილდეთ, ანუ 29 რიცხვით შაბათი გავიაროთ ყველამ. ფრთხილად, წინდახედულად, მეტი მოთმინებით, თავდაჭერით, გავაფრთხილდეთ საკუთარ ჯანმრთელობას და შემდგომ ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლოთ ხოლოდ. დანარჩენი დღეები მაქსიმალურად გამოიყენეთ, იმიტომ რომ გიბატონ პოზიტიური ენერგოველი დანარჩენ დღეებში გვაძლევს საკმაოდ კარგ შანსებს და შესაძლებლობებს გინდა ახალი საქმისთვის, გინდა მოლაპარაკებებისთვის, გინდა საინტერესო პროექტების რეალიზაციისათვის და შემდგომ. აი დავიწყოთ პირველი ნიშნით, ვერძე ბო. ასე იგი თქვენი ენერგოტონუსი აშკარად მატულობს. ვერც დამრეცობა უკეთ გზნობს თავს, იმიტომ რომ ხდება უფრო აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი, ანუ აშკარად გზნობთ, რომ ენერგია გემატებათ ყოველდღე. ამიტომ თქვენი მოქმედება უფრო დინამიური და ნაყოფიერი ხდება. შეიძლება ახალი საინტერესო იდეების წინაშე აღმოჩნდეთ და ამასთან ერთად, ზოგიერთ შემთხვევაში თუ კარგად იქნება მოფიქრებული, სარისკო მოქმედებას იქნება გამართლებული. და ეს პერიოდია, როდესაც აი თქვენ ჭირდებათ განსაკუთრებული კონტაქტი რასთან? სწორედ ინტერნეტთან. აი აქედან მიიღებთ მნიშვნელოვანი ინფორმაციას, გაიცნობთ საინტერესო ადამიანებს. ამის გარდა, ესე იგი პროგრამული სისტემების ათვისებისთვის, კომპიუტერული ტექნოლოგიების ათვისებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი გაქვთ სწორედ. ამის გარდა, მეგობრული კონტაქტები უფრო მაღალ დონეზე ავა. შეიძლება ახალი მეგობრული წრეში შეკროთ. მეგობრებთან თანადგომა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. აქ ვერძე უფრო თავისუფლად გზნობს თავს, რაღაც მარწუხები ეხსნება, რის გამოც სპონტანური იმპროვიზაციის კარგი უნარი აქვს საუკეთესო დროა სიახლეებისათვის. ახალი ვარსკვლელობა, ახალი ტანსაცმელი, ახალი მანქანა, ახალი მობილური ტელეფონი, ახალი რაღაცა შეიძლება წრე ურთიერთობებისა, შეიძლება ახალი იდეები, ახალი პროექტები, შეიძლება ახალი სამსახურიც კი ბატონო, ანუ სიახლეების, რეფორმების დროა. თქვენ ცხოვრებაში და რაც მეც სიახლეს შემოიტანთ, მით უკეთეს თქვენთვის. ეს თქვენი წარმატების ერთ-ერთი ფაქტორია. რაც შეეხება კუროს ზოდიაქოს ნიშნის რაოდენობას, ერგოტონუსი პირიქით ცოტა მცირდება. ანუ შეიძლება ქრონიკულმა დაავადებებმაც შეეხსენოთ თავი, შეიძლება ზოგიერთი გაცივდეს და შემდგომ ითხოვდეს ინფექციური დაავადებების პერიოდი, ამიტომ ცოტა გავაფრთხილდით საკუთარ ჯანმრთელობას და ეს დაამნიშნულოვანია, რატო?
იმიტომ რომ საქმიანი კუთხით პერიოდი უდაოდ არ არის ცუდი. ამიტომ მთავარია რომ არ გადაიღალოთ, დაასვენეთ საკუთარი თავი, როგორც კი მოგეცემათ წავნის საშუალება, რომ თქვენმა ტვინმა და ორგანიზმმა მოგცეთ საშუალება, რომ დანარჩენი პერიოდი აქტიურად იმოქმედოთ. იმიტომ რომ ეს ის პერიოდია, რომელსაც მართალია თვითრწმენა ცოტა კლებულობს ენერგოტონუსის შემცირებასთან ერთად. მაგრამ მეგობართა მხრიდან დახმარება, კოლეგების მხრიდან დახმარება, ნაცსავთა მხრიდან გაგება და დახმარება, აი ეს ტენდენციები მატულობენ. რაც თქვენი წარმატების ერთ-ერთი წინაპირობა იქნება და თუ თქვენ მithumetes კარგი ურთიერთობა გექნებათ აქ დიპლომატიურ მოქმედებაზე აგებული ხელმძღვანელ პირებთან, ეს კიდევ უფრო მეტად ხელს შეუწყობს პროფესიონალ წინსვლას, კარიერულ განვითარებას. აქ შეიძლება სხვადასხვა კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსებიც გაიაროთ, რაც ხელს შეუწყობს ასე თქვენი პროფესიონალიზმის ზრდას და სხვა სასიკეთო ცვლილებებს. ამიტომ ორგანიზმი ესე იგი დაასვენეთ იმისთვის, რომ მას ჰქონდეს ის ენერგია, რომელიც საჭიროა მათ შორის აი ზოგიერთი ასეთი საქმიანი კონტაქტებისთვის და იდეების რეალიზაციისათვის. რაც შეეხება ტყუპების ზოდიაქოს ნიშნავდელს, თქვენი ენერგოტონუსი პირიქით მატულობს. ანუ ეს ნიშანი ხდება უფრო ჯამთელი, თუ პრობლემა გქონდათ გამოჯამთელდებით სწორად ახლა, ემოციური სტაბილურობა იჩენს თავს, აქ აშკარად სიტუაცია თქვენ სასიკეთოდ იცვლება თქვენს ირგვლივ. იგივე დავუშვათ მარწუხები, ქრება, უფრო თავისუფლად გრძნობ თავს, ორიგინალური თვითგამოხატვის არასტანდარტული აზროვნების ტენდენცია მოიმატებს და აქ მოულოდნელი წინადადებების წინაშე შეიძლება აღუჩნდეთ. აქ შეიძლება შემოსავალი უცებ შემოვიდეს ან ვიღაცამ ვალი დაგებრუნოთ, კომპენსაცია მოხდეს დავუშვათ წარსულის დანაკარგებისა და ასე შემდგომ. აქ შეიძლება ჩაერთოთ ახალ პროექტებში, ახალ საქმეს მოგედოთ ხელი, შეიძლება ახალი სამსახურიც იყოს, ყოველ შემთხვევაში მოიტანოს თქვათ, ეს არის ასევე ძალიან კარგი პერიოდი სიახლეებისათვის და ძალიან კარგია იგი მგზავრობა მოგზაურობისათვის. უცხოელებთან აქტიური ურთიერთობების და კონტაქტების დროა. ამიტომ უცხოეთში გინდათ მივლენება, გინდათ უბრალოდ გზავრობა, იქნება ძალიან აყუფიერი, გაიცნობს საინტერესო ადამიანებს, რომელთაც ერთად შემდეგ შეიძლება ჩამოაყალიბოთ ერთობლივი პარტნიორული თანამშრომლობა და ამან ხელი შეუწყოს შემდგომ თქვენს განვითარებას სწავლა უცხოეთში, იქნებოდა ახლა ძალიან კარგი და ფრია წარმატებული. რაც შეეხება კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნულებს, ერგოტონუსი თქვენი ეცემა. ამიტომ ჯანმრთელობას მიაქციეთ ყურადღება. არ გაცივდეთ, არ გადაიღალოთ, ცოტა მიეცეთ დასვენების საშუალება საკუთარ ორგანიზმს, მაშინ სხვა მხრივ პერიოდი ნამდვილად კარგია, იმიტომ რომ ეს დაძაბულობა, რაც ადრეულ პერიოდში იყო, ახლა აღარ არის. და ამას თქვენ გრძნობთ, ანუ ეს დაძაბულობა იხსნება, რაც გაძლევს საშუალებას, რომ საქმიანი კუთხი და ემოციური კუთხი განახლების გზაზე დადგეთ. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ზედმეტად უნდა გადაიღალოთ. ასეთ გავითვალისწინოთ. ყოველ შემთხვევაში ეს არის კარგი პერიოდი იმისთვის, რომ განთავისუფლდნენ კირჩხიბები ილუზიების, გაზვარგდასული ფანტაზიებისგან, ცოტა რეალისტურად შეხედონ მოვლენებს და უფრო რეალისტური აღქმა გქონდეთ მოვლენებისა. ამასთან ერთად უფრო მაღალ დონეზე შეძლებთ ურთიერთობების ჩამოყალიბებას პარტნიორებთან. ზოგიერთ თქვენი გეგმაც სასიკეთოდ გადაიხედება, მთავარი არის რა? ენას გველი დააჭიროთ. საიდუმლო დაიცვათ, არ ელაპარაკოთ ზედმეტი თქვენი გეგმების და სურვილების შესახებ. მაშინ გაცილებით უკვე წარმართება ნებისმიერ თქვენი გეგმა და საქმე და ინტუიცია მზარდია, რომელიც ასევე ხელს უწყობს სწორი ნაბიჯების გადატვას და სწორად ჩვენის გაკეთებას. რაც შეეხება იმპერატორთან ნიშანს, ლომის ზოდიაქო ეგულისხმება, უკვე მიხვდით იმედია, აქ ენერგოტონუსი აშკარად მატულობს. ეს ნიშნავს, რომ ჯანმრთელობა უმჯობესდება, ხდებით უფრო აქტიური, ენერგიული ინიციატივი, ენერგია გემატებათ, ემოციურად უფრო სტაბილური ხდებით ამ პერიოდში, ამიტომ პერიოდი უდავოდ კარგია და აქ მოდი აღვნიშნოთ, რომ შეიძლება ამავდროულად ძალიან ბევრი ისეთი ადამიანი დაინახოთ აშკარად, რომელსაც ვერ ხედავდით, რომის თურმე სულაც არ ყოფილა, ისეთი როგორც თქვენ გეგონათ და იმის ნდობა რო ქონდა, თურმე არ შეიძლება მისინდობა. ეს ძალიან კარგია ერთის მხრივ გულს დაგწყვიტავთ, მაგრამ მეორე მხრივ საჭიროა, იმიტომ რომ თქვენ უცებ დაინახავთ ასევე რეალობას. და უკვე განაცალკევეთ, ვინ უნდა ედგეს თქვენს ირგვლივ და ვინ არა. და ასევე მოდით აღვნიშნოთ, რომ აქ ძველი გეგმების კი შეიძლება გაგახსენოთ, რომ მათი ახლებური რეალიზაციაც მოახდინოთ, ჩაერთვებით აქტიურად პროექტებში. ეს პერიოდი, როცა შეიძლება ძველი პრობლემების შედარებით ადვილად გადაწყვიტოთ, ურთიერთობები ახლობლებთან, სასწავლო პარტნიორებთან უფრო მაღალ დონეზე ავას, ხო შორის ძალიან კარგი პერიოდია შემოქმედებითი ნიჭის და უნარის გამოსავლნა და შემოქმედებითი მუშაობისათვის. ახ შეიძლება სვეჩურის ძალიან კარგი ურთიერთობა ჩამოყალიბდეს ბიზნეს პარტნიორებთან, საქმიან პარტნიორებთან, სასწავლო პარტნიორებთანაც კი და ამ ხრივაც ეს მათი დახმარება თანადგომა იქნება ძალიან დროული და თქვენთვის ფრია წარმატების მომტანი. რაც შეეხება ქალწულის ზოდიაქოს ნიშნავდებლებს, ენერგოტონუსი თქვენი ეცემა. ჯანმრთელობა ცოტა არამდგრადია, ამიტომ ცოტა ადვილად იღლებით. ამიტომ შემოკარგებო,
მოდი ასე ვთქვათ, დრო და დრო მიეცით საშუალება დასვენების საკუთარ თავს, რომ აღდგეს დახარჯული ენერგია შედარებით ადვილად და ამ დახარჯული ენერგიის აღდგენას ცოტა მეტი დრო უნდა, ესეც მინდა წინ გითხრათ, მაგრამ ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია. რატო? იმიტომ რომ საქმიანი კუთხით პერიოდი ძალიან კარგია. უბრალოდ საუბრობთ რომ მიხოთ იმისო თქვენ ამ დაღლილობას გზნობთ და დრო დასვენება გესაჭიროებათ, თუ ამას შეძლებდა ენერგიას ადვილად აღიდგენთ, მაშინ მინდა გითხრათ რომ იღბლიანობის ტენდენციაც მაღალია. შეიძლება ახალ სამსახურშიც გადახვიდეთ, რომელიც უფრო პერსპექტიული აღმოჩნდება, ახალ საინტერესო პროექტებში და იდეებში ჩაერთოთ და ასევე ამშვენთ რომ ხარდაჭერას იღებთ ხეზგონელთა მხრიდან, გავლენიან ადამიანთა მხრიდან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს თვითრწმენას აძლიერებს თქვენში და ეს არის სასიკეთო მნიშვნელოვანი ცვლილებების პერიოდი. აქ ყველაფერი ადვილად ლაგდება. იდეა, პროექტია, ურთიერთობა, დაუშვათ რაღაც პრობლემა, ყველაფრის დალაგებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი. უბრალოდ ცოტა გავთხილით ჯანმრთელობა და ცოტა დაასვენეთ საკუთარი თავი. ეს არის სულ რაც მოგეთხოვებათ. სხვა მხრივ შეგიძლიათ აქტიურად იმოქმედოთ და ეს სასიკეთო პერსპექტივები მაქსიმალურად გამოავლინოთ. რაც შეეხება სასწორო ზოდიაქოს ნიშნავადლებს, აქ აშკარად ენერგოტონუსი თქვენი უმჯობესდება, ჯანმრთელობა უფრო მდგრადი ხდება და ეს ნიშანი უკეთ გზნობს თავს, აი რომ თქვენ კომფორტის ზონაში შედის. როგორც საოჯახო საქმეებში, ასევე სამსახურებრივ სფეროში ყველაფერი ლაგდება, წესრიგდება, ეს ის პერიოდია, როდესაც მოდი ასე ვთქვათ, რომ სხვა პროექტები შედარებით ადვილად წარიმართება. თქვენ თუ შეიძლება გეკვირდოთ, როგორ შეიძლება ეს საკითხი, რომელსაც წინა პერიოდში უამრავი დრო და ენერგია წაიღო, ახლა ესე უცებ და ადვილად წყდება. კი, ამის შესაძლებლობა არის. თვითრწმენა, ამიტომ თქვენში მადლობს. ეს ის პერიოდი, როდესაც შეიძლება საინტერესო მოგზაურობის, ახალი საინტერესო პროექტების წინაშე აღმოჩნდეთ, საზოგადოების ფართო ფენების წინაშე გამოსვლა ერთიორად გაზრდის თქვენს პოპულარობას. ძალიან კარგი პერიოდია კონკურსებში, ლოტერეებში მონაწილეობის მისაღებადაც, წარმატების მაღალი ფაქტორი გაქვთ, საუკეთესო დროა სიყვარულისათვის. სასიყვარულო, პარტნიორული ან რომანტიკული ურთიერთობებისთვის. შვილებთან ურთიერთობა მაღალ დონეზე ავა, როგორც ლიდერი, ხელმძღვანელი, კარგად წარმოაჩენთ თქვენს ორგანიზატორულ მონაცემებს და ერთიორად გაზრდით თქვენს რეიტინგს საზოგადოებაში. რაც შეეხება მორიელის ზოდიაქოს ნიშნავადლებს, მორიელებო უპირველეს ყოვლისა მოდით აღმოჩნდეთ, რომ აქ თქვენ აშკარად ცნობთ, რომ დაძაბულობა მცირდება, მაგრამ ამასთან ერთად მცირდება თქვენი ენერგოტონუსი. ამიტომ რადგან ჯანმრთელობა ცოტა ასე ვთქვათ შესუსტებულია, ზედმეტად მოგადაიღლებით. ანუ თქვენც უნდა მისცეთ საკუთარ ორგანიზმს დასვენების საშუალება, დახარჯული ენერგიის აღდგენის საშუალება, რადგან შეიძლება ცოტა მეტი დრო წავიდეს ვიდრე სხვა პერიოდში. მაგრამ მთლიანობაში რომ ეს გჭირდებათ რისთვის, რომ საქმიანი კუთხით ეს კარგი პერიოდი მაქსიმალურად გამოიყენოთ, ეს არის აქ თავარი. ესე იგი, თუ ჯანმრთელობა არ მოგცა საშუალება, ხა ინფექციური დაავადების წინაშე აღმოჩნდეთ ან გადაიღალეთ და მერე უკვე რასაკვირველია დაღლილ ფონზე ტვინით თუდად მუშაობთ და შეცდომებსაც მეტად უშვებთ, მაშინ საქმეშიც შორს ვერ წახვალთ. მაგრამ თუ თქვენ აძლევთ საშუალებას ორგანიზმის აღდგენისა, ენერგიის აღდგენისა, დასვენებს საკუთარ თავს დრო და დრო, მაშინ რასაკვირველია ტვინიც კარგად იმუშავებს და ეს მოგცემთ საშუალებას იმისა, რომ შეცდომები არ დაუშვა და საქმიანი კუთხით მიაღწევთ წარმატებებს. შინაგან თავისუფლებას მეტად იგრძნობთ ამ შემთხვევაში. თქვენ შეიძლება მნიშვნელოვანი მოვლენების, ასე ვთქვათ, ფერხულში აღმოჩნდეთ და აქ როგორც ლიდერმა, ხელმძღვანელმაც წარმოაჩინოთ ძალიან კარგად საკუთარი მონაცემები. ჩაერთოთ ახალ ბიზნეს პროექტებში, ბიზნეს გეგმებში, აქ უფრო მეტ ხარდაჭერას იგრძნობთ და პატივისცემა სხვა ადამიანთა მხრიდან, მათ შორის კოლეგების, მეგობრების, ნათესავების მხრიდან, აქ უფრო ადვილად გადაწყვეტავს საყოფაცხოვრებო პრობლემებს, რაც ასევე თქვენი წარმატების ერთ-ერთი წინაპირობა იქნება. რაც შეეხება მშვილდოსნეს ზოდიაქოს ნიშნავადლებს, ენერგოტონუსი აშკარად მადლობს, ჯანმრთელობა უმჯობესდება, თქვენი შარმი, კრეატიულობა, მიზიდულობა იზრდება, თავისთავად ინტუიციაც მადლობს, რაზმისას დაყრდნობით აქ შეგიძლიათ სწორი არჩევანი გააკეთოთ და თუ არა გზნობთ, რომ ეს დაძაბულობა, რომელიც იყო ცოტა ხნის წინ იხსნება. ეს გაძლევთ თავისუფლად მოქმედების კარგ უნარს. ამიტომ თქვენ შეიძლება გავუშვათ ახალ ურთიერთობებში, ახალ გეგმებში, საინტერესო საქმეებში, აქტიურად ჩართული ზოგიერთი პრობლემები თავისთავად წყდება. თან მოულოდნელად ისე რომ თქვენს გაკვირვებული დარჩებით. ეს ძალიან კარგი პერიოდია მრავალფეროვანი კონტაქტების, შეხვედრების, მოლაპარაკებების კუთხით, უმჯობესდება თქვენი ურთიერთობა დებთან, ძმებთან, მეზობლებთან, მეგობრებთან, მათი თანადგომაც იგრძნობა და ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან კარგია იქ იმისთვის, რაც თქვენ ძალიან გიყვართ. მგზავრობისთვის, მოგზაურობისათვის, რაც ხელს უწყობს ასევე არა მარტო ახალი შთაბეჭდილებების მიღებას, არამედ საინტერესო ადამიანების გაცნობას და შეიძლება ერთობლივ პროექტებსაც კი და პარტნიორულ თანამშრომლობას მათთან.
თხისქას ზოდიაქოს რაც შეეხება პირველ რიგში ენერგოტონუსს მიაქცევთ ყურადღება, იმიტომ რომ ჯანმრთელობა არ ამდგრადია, შესაბამისად ვეცადოთ რომ დავასვენოთ საკუთარი თავი. იმიტომ ეს მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ამის შედეგად თქვენ უკვე შესაბამისად არ დაუშვებთ. და თუ დაასვენებთ საკუთარ თავს, მაშინ საქმიანი კუთხით პერიოდი უდავოდ კარგია. მიუხედავად იმისა, რომ რაღაც გარკვეული ურთიერთწინააღმდეგობები ურთიერთობებში ჯერ კიდევ იქნება, ისინი მაინც შედარებით ადვილად გადაწყდება. და ეს ის პერიოდი, რომ სულბისას რადგან იღბლიანობა მატულობს, ეს ხელს შეუწყობს ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას ან ისეთ პროექტებში ჩართვას, რომელიც ფინანსური კუთხით დადებითად იმოქმედებს თქვენზე. უფრო მეტიც, ადრეული საქმეები, ადრეული პროექტების განხორციელება ეხლა მოგცემთ სწორედ დივიდენდებს, ზოგიერთ თქვენთაგან შეიძლება პრემიების და ბონუსების წინაშეც აღმოჩნდეს ყოველ შემთხვევაში, ან ისეთ ახალ საინტერესო პროექტებს აღმოაჩენთ, ან ისეთ ხელშეკრულებებს დადებთ, რომელიც ასევე ფინანსური კუთხით იქნება ფრიად სარფიანი და მომგებიანი თქვენთვის. რაც შეეხება მერწყულის ზოდიაქოს ნიშნავადებს, ეხლა თქვენი დროა. მერწყულები უკვე პლანეტა მერკურის გონების მმართველი პლანეტა მზესთან ერთად გადმოდის თქვენ ზოდიაქოს ნიშანში და ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ საუკეთესო პერიოდია წლის განმავლობაში თქვენთვის, როცა ენერგოტონუსი გაქვთ ძალიან მაღალი, ეს ნიშანი ფრიად აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანია, კომუნიკაბილურია, გონება მახვილია საინტერესო ახალი იდეების, პროექტების ჩამოყალიბებელია, შემოქმედებითი კუთხით გადასარევად მუშაობთ, გადასარევი სპონტანური იმპროვიზაციის უნარი, ორიგინალურად შეგიძლიათ ნებისმიერი პრობლემების გადაწყვეტა და გრძნობთ, რომ დაძაბულობა აღარ გიშლით ხელს, პირიქით უფრო თავისუფლად მოქმედებთ, რაც ერთიორად აძლიერებს თქვენი წარმატების შანსებს. თან ინტუიციაც უფრო მდგრადია, რომელიც ხელს უწყობს ასევე მეტად წარმატების მიღწევას. ანუ აქ საინტერესო ცვლილებების, საინტერესო ინიციატივების პერიოდია, პოზიტიური შანსების პერიოდია. აქ ისეთი ადამიანების გამოჩნდება, რომ მაქსიმალურად ხარს დაუჭერენ თქვენი იდეების, პროექტების რეალიზაციას და თანდგომას იგრძნოთ მათი მხრიდან, რაც ერთიორად გაზრდის თქვენი წარმატების შანსებს. ამიტომ მაგ სიზარმაცის და მიძინების უფლება არ აქვს. რაც შეიძლება აქტიურად იმოქმედეთ თქვენთვის ვარსკვლავური დროა. და რაც შეეხება თევზების ზოდიაქოს ნიშნავადებს, თევზებო, შემოკარგებო, აქ განსაკუთრებული ყურადღება გმართებთ უკვე ჯანმრთელობის მიმართ. ჯანმრთელობა იწყებს აშკარად შემცირებას, ამიტომ არ აღმოჩნდეთ ინფექციური დაღუპების წინაშე, გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, ცოტა გაკაშდით სუფთა ჰაერი, მეტად ვარჯიშები და ასე შემდგომ. ეს ერთი, მეორეც ერთი. ფავრული მტრეები, ჭორები, ინტრიგები, მოშორნეები ნელ-ნელა იწყებენ მოქმედებას თქვენ საწინააღმდეგოდ. ამიტომ აკონტროლეთ, მაინც რა ხდება თქვენ ზურს უკან და ზედმეტი არ ილაპარაკოთ, საიდუმლო არ გათქვათ, მოდი ასე ვთქვათ, თუმცა გარკვეული პოზიტიური შანსები გექნებათ იმ კუთხით, რომ ენას ყველს დააჭართ, საიდუმლოს დაიცვათ და არ გათქვათ, მაშინ შეიძლება ზოგიერთი იდეის რეალიზაცია, შემოქმედებითი და საქმიანი თავისუფლების მიღება და აქედან გამომდინარე უფრო კარგად მოქმედება, უფრო წარმატებულად მოქმედება. შემოქმედებითი კუთხითაც შეიძლება ძალიან კარგად წარმოაჩინოთ თქვენი შესაძლებლობები. ამიტომ გარკვეული პოზიტიური შანსები თქვენთვისაც ამ პერიოდს უდავოდ აქვს, მაგრამ მაინც ცოტა გავფრთხილდეთ საკუთარ ჯანმრთელობას. პირველ რიგში, იმიტომ რომ თუ ავად გახდით, რასკვლელი ეს ყველაფერი წყალში გადაიღრება. და ამას მეგცეთ ყურადღება, იმიტომ რომ რადგან თქვენი იმუნიტეტი უკვე ეცემა, ესე იგი აქ ცოტა მეტი ყურადღება უნდა ჯანმრთელობას. და ოპერაციული საუბრისოთ ახლა როგორ იქნება ცალკეული დღეების ასტროპროგნოზი, შემდეგ კვირის განმავლობაში აი ხვალინდელი დღე 27 იანვარია, რა არის აქ მოსალოდნელი. პირველ რიგში, კარგი დღეა ყოველდღიური საქმეებისა და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ხელსაუს იგი რემონტს მაგალითად, ამიტომ გადაღლით თვალებს. დაიცავით სიმშვიდე და წესრიგი. ამასთან ერთად ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება ძლოვანი სისტემა, ხერხემალი, სახსრები, მუხლები, კბილების ზონა, ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოებთან მიმართებაში განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა არ იქნება სასურველი. ყველაზე კარგი იქნება ხვალინდელი დღე, ქალწულის, თხისქას და თევზების ზოდიაქოს ნიშანდათვის. რაც შეეხება უკვე სამშაბათს 28 რიცხვია, აქ მომდი ავუშვათ, რომ სამშაბათის და ოთხშაბათის 28-29 იანვრის დღეები ორივე გეომაგნიტურია. ანუ გეომაგნიტური ნიშნავს იმას, რომ იცით თქვენ ამ დროს უარყოფით მთვარის ენერგიას ზედმეტად ცუდად მოქმედებს ადამიანის გულსეზარუან სისტემაზე, ჯანმრთელობაზე, წნევაზე, მათ შორის შეიძლება ამან გამოიწვიოს უგუნებობა, თავის ტკივილები და სხვა სახის ნეგატიური გამოვლინებები. ამიტომ მოდი ასე ვთქვათ, რომ ვეცადოთ, რომ ფრთხილად გავიაროთ ეს დღეები, წნევა გავიზომოთ და შესაბამისი ასე ვთქვათ, მივიღოთ ზომები, ან წამლების სახით, ან ყავის სახით, რათა ავწიოთ დაბალი წნევა და უკეთ ვიგრძნოთ თავი. ეხლა ეს სამშაბათს და ოთხშაბათს. ეხლა სამშაბათს რაც შეეხება, ესე იგი
აქ სამშაბათიდან 28 იანვრიდან 14 თებერვლამდე ინტელექტის კომუნიკაციის მმართველი პლანეტა მერკური გადაინაცვლეს მერწყულის ზოდიაქოში. ამზე გავლენის შედეგად ცხადია გადავითარებს როგორც ამშვიდ თავისუფლების მოყვარეობას ადამიანებში, დემოკრატიულობისადმი მიდრეკილებას, რეფორმებს, სიახლეებისადმი განსაკუთრებულ მიზიდულობას, მეგობრულ კონტაქტებს, გააზრებს გონებრივ სპონტანურ იმპროვიზაციას, ორიგინალურ აზროვნებას, გონებამახვილობას, პროგრამული სისტემების ადვილად ათვისებას, ინტერნეტთან ნაყოფიერ ურთიერთობას, თუმცა ამავდროულად გამახვილებს ეს მოვლენა ცოტა მეტ სიჯულდეს, სულსწრაფობას. აი ეს ტენდენციები შეიძლება თვალში საცემი იყოს და ზოგჯერ ცოტა სიზარმაცის ელემენტებსაც კი. და ეს დღე სამშაბათი კარგია საქმის დასრულებისათვის, შუალედური შედეგების გააზრებისათვის. მაგრამ ასე ვთქვათ, ამის შემდეგი დღე ახალმთვარეობა 29, ამიტომ სამშაბათს უკვე ნუაყვებით პროვოკაციებს, რომელთა ტენდენცია შეიძლება აქ იყოს მაღალი. ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება ზლოვანი სისტემა, ხერხემალი, სასწრები, მუხლები, თვალები, ძალიან უკადაღული თვალებს და ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოთა მიმართებაში განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა არ იქნება სასურველი. პოზიტიურია ეს დღე კუროს, კერჩხების, მორიელის ზოდიაქოს ნიშანთათვის. რაც შეეხება 29 იანვარს ეს ოთხშაბათი დღეა, იცით რომ ეს არის უკვე აღმოსავლური კალენდრით ახალი წელი, რომელიც ტრადიციულად უკავშირდება ეგრეთ წოდებულ მე-13 ახალ მთვარეობას და 15 საათზე 35 წუთზე 16 საათზე 35 წუთზე შეგიძლიათ შეხვდეთ თქვენ სწორედ ამ მოვლენას და დღე გეომაგნიტურია. რადგან ახალ მთვარეობა იცით რომ ცოტა მძიმე კოსმოსური ენერგიების დღეა და ვეცადოთ რომ ცოტა გავუწყვილდეთ საკუთარ ჯანმრთელობას და ასე ვთქვათ, ცოტა ზედმეტი სარისკო მოქმედებების, ახალი საქმის დაწყების, მოლაპარაკებების გარეშე მშვიდად გავეროთ ეს პერიოდი. არ აყვეთ აგრესიას, დეპრესიას, შეცდომების თუნებების ტენდენციას ამ დღეს მაღალია. ფულს აქ ნუ გასცემთ და ნუ აიღებთ ვალში. მოერიდეთ ყიდვა გაყიდოს. და ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება მხედველობა, ნერვული სისტემა, ფეხის კუნთების ზონა, ვენები. დიდხანს ფეხზე ნუ იდგებით, ჯობია იაროთ, ვიდრე იდგეთ. და ცხადი ოპერაციების ჩატარება 4 შაბათს არა მარტო ორგანოებზე, არამედ საერთოდ არ იქნება სასურველი, განსაკუთრებული შემთხვევების გარდა. ყველას კარგია ეს დღე ვერსტათვის და ტყუპებისთვის. რაც შეეხება 30 იანვარს, აი აქ ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა ხდება. ჯერ ავუშვათ რომ ჩვენ აგვაქვს მიმართულება და კარგული მთვარის პერიოდი. ანუ უკურსო მთვარე, სხვანაირად ასეც უწოდებს ჩვენ 15 საათიდან 30 წუთიდან 24 საათამდე გასტანს. იგი აი ამ დროს ზედმეტად დუმდება ყურადღება ადამიანებს, შეიძლება გახდეს მიზეზი ამ პერიოდში არასასურველი ტრავმებისა და ავარიებისა. რაც აკითხავს განსაკუთრებულ ყურადღებას უმძღოლებისა და ქვეითად მოსიარულეებისგან და კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გარკვეულწილად გლობალური მოვლენა სამყაროსთვის რა ხდება ასე 30-ში, აი ამ დღიდან მოდი ეს ვთქვათ აღმავალი კარმული კვანძი, ეგრეთ წოდებული მთვარის კვანძი, მას სხვანაირად ჩვენ რახუს უწოდებთ, რომელიც ბოლო წელიწად ნახევრის განმავლობაში იმყოფებოდა ვერძის ზოდიაქოში, აი სწორედ 30 რიცხვიდან წელიწად ნახევრით გადაინაცვლებს თევზების ზოდიაქოში. დაღმავალი კი მის საწინააღმდეგო კარმული კვანძი გადავა ქალწულში. და ამ პერიოდში, ამ წელიწად ნახევრის განმავლობაში ეს მოვლენა სწორი კარმული განვითარებისათვის, იმიტომ რომ სწორედ კარმული კვანძები ამცნობენ ადამიანებს თუ როგორ უნდა განვითარდნენ ისინი, რომ მათი მოქმედება იყოს სწორი, ეს ხავს სკოვდეს სულიერ აღმავლობას, განვითარებას და წარმატებებს. აი სწორედ სწორი კარმული განვითარებისთვის ეს მოვლენა ითხოვს ადამიანებისგან ნაკლებ მატერიალურობას და მეტ, მოდი ასე ვთქვათ, სულიერებას ამის შემოტანას მაცხოვრებაში. ანუ მატერიალური სფერო უნდა გადავიდეს უკანა პლანზე. თქვენს გონებაში, მოქმედებაში, ემოციებში და შემდგომ. ანუ ევოლუციური განვითარებისთვის აუცილებელი იქნება ის, რომ განიმშვალოთ მეტი რწმენით უფლისადმი, სიკეთისადმი, საიდუმლო კოსმიური საიდუმლოებებისადმი შეისწავლეთ, ისინი გაეცანეთ. აი აქ უკვე გჭირდებათ მაქსიმალური კონტაქტი მათ შორის ასტროლოგიასთან, პირადი რუქის შედგენასთან, საიდანაც თქვენ ბევრ თქვენს ასე ვთქვათ ამ სულიერ საკითხებზე პასუხს მიიღებთ და თქვენს სულიერ განვითარებას მისცემთ სწორ ასე ვთქვათ გზას. აქ მოდი ასე ვთქვათ, რომ ეს ის პერიოდი, როდესაც უნდა გაიხსნათ საიდუმლოებების მიმართ, უფრო მეტად რწმენის ფაქტორი გააძლიეროთ, დაეყრდნოთ ინტუიციას
და უნდა იყოთ მეტად კეთილსინტეზიერი, ქველმოქმედი, გამოავლინეთ თანაგზნობის მეტი უნარი, დაეხმაროთ სხვებს, ნუ იქნებით მხოლოდ მატერიული ფასეულობების მონა. ერთ სიტყვით, აი ამას გვამცნობს ეს პერიოდი და მოდი ასე ვთქვათ, სულიერი რესურსების განვითარება, რასაც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ ამ მოუკანასთან დაკავშირებით, დაგეხმარება სხვადასხვა ფიზიკური უძლურებისა და დაავადებებისგან განთავისუფლებაში. ილოცეთ აქ და დალოცეთ ყველა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, ამ კუთხით ჯანმრთელობის მხრივ სუსტება, მხედველობა, ნერვული სისტემა, ფეხის კუნთები, ვენების ზონა, ოპერაციების ჩატარება მათემატიკაში ამ დღეს არ იქნება სასურველი, კარგია ხუთშაბათი, ლომის, სასტორის, შვილდოსნის და ასევე მერწყულის ზოდიაქოს ნიშანთათვის. რაც შეეხება პარასკევს, ეს 31 რიცხვია, აქაც მიმართულება დაკარგული მთვარესფერი ითხოვს ყურადღებას 15 საათი 30 წუთიდან ღამის 2 საათამდე 55 წუთამდე გასცემს იგი და ამ დროს იგი ზედმეტად ადუნებს ყურადღებას ადამიანებში, რაც შეიძლება გახდეს მიზეზი მეორებ ამ პერიოდში ტრაუმატული ტენდენციების, ამიტომ ზღოლებს ქვეითად მოსაუბრლებს ამ პერიოდში მართლებთ განსაკუთრებული ყურადღების გამოვლენა. და 31 იანვრიდან პარასკევის დღიდან მეგობრობის, თავისუფლების, რეფორმების მმართველი პლანეტა ურანი ხდება დირექტული, სწორად მავალი კუროს ზოდიაქოში. და ამით ეს მოვლენა ხელს შეუწყობს ახალი საქმის მეტად დაწყებას, განვითარებას, ახალი პროექტების ჩამოყალიბებას, ახალი მეგობრული კონტაქტების და მეგობრული კონტაქტების გაფართოებას, დემოკრატიული პრინციპების განვითარებას, მარწუხებისგან განთავისუფლებას და სიახლეებს, კომპიუტერული ტექნიკის უკეთ მუშაობას, მოდი ესე ვთქვათ, ახალი ტექნოლოგიების მეტად ათვისებას. და ამ დღეს მეტი დრო დაუთმეთ პარასკევს შვილებთან ურთიერთობას. ჯანმრთელობის კუთხით სუსტება, ლიმფური, ნერვული სისტემები, ტერფების ზონა, მხედველობა, ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოთა მიმართებაში პარასკევს განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა არ იქნება სასურველი. კარგია ეს დღე ქალწულის, თხისქას, თევზების ზოდიაქოს ნიშანთათვის. შაბათს რაც შეეხება პირველი თებერვალი იგი უკვე კარგია, იგი ქველმოქმედებისთვის, კულინარიისთვის, ფოტოგრაფიისთვის, შემოქმედებითი მუშაობისათვის, ჯანმრთელობის კუთხით სუსტება, ლიმფური, ნერვული სისტემა, ასევე მხედველობა და პოზიტიური ეს დღე კუროს, კერჩხების და მორიელის ზოდიაქოს ნიშანთათვის. ხოლო რაც შეეხება კვირა დღეს, აქ დღე გეომაგიტურია და აქაც ცოტა მეტი ყურადღება დაუთმოთ ეს გაწნევის მდგომარეობას და წარმატებას მიაღწევენ შემდეგ კვირას აქტიური ადამიანები, რომელიც ქმნიან სილამაზეს საკუთარი ხელებით. მეტი დრო დაუთმეთ სულთა ჰაერზე ყოფნას და შემდეგ კვირას და ამის შემდეგ ორშაბათს არ უნდა გადაიღალონ მერწყულის, თევზების, ვერძის და კუროს ზოდიაქოს ნიშნით დაავადებულები, იმიტომ რომ თუ ეს მოხდა მათი გადაღლა, მაშინ არაადეკვატურად იმოქმედებენ და შეცდომებსაც მეტად დაუშვებენ ისინი. ჯანმრთელობის კუთხით შემდეგ კვირას სუსტდება თავის, ზარღვანი სისტემა, ცხვირი და გრძნობათა ორგანოები. პოზიტიურია შემდეგ კვირა დღე ვერძის, ტყუპების და მერწყულის ზოდიაქოს ნიშანთათვის. ეს მოკლე ტენდენციებია შემდეგი დღისა, რაც შეეხება ახლა თმის შეჭრა, ვისაც უნდა პარასკევი და შაბათი. ეს ორი დღე არის ყველაზე კარგი, ანუ ეს არის 31 იანვრის და 1 თებერვლის დღეები. დანარჩენი დღეები არა. ეხლა რაც შეეხება ასე ვთქვათ ფინანსურ რიტუალებს, 27-ში, ანუ ხვალ, კარგია ფულის ვალში აღება და გაცემა და საფულის შეძენა, მაგრამ არ ვარ გასხვისი ფულის გადათვლა. ეს მეორე თქვენს ფულს წაიღებს. 28 იანვარს სამშაბათს კარგია საფულის შეძენა და საათის შეძენა, მაგრამ ძვირფასეულობას ლომბარდში უჩადებთ. 29 იანვარს მოდი აღვნიშნოთ კარგია ვალის დაბრუნება, მაგრამ სხვის საფულეში ჩაიხედავთ თქვენი საფულედან წავა ფული. 30 იანვარს კარგია ნებისმიერი ქველმოქმედება, მაგრამ არ ვარგა ძვირფასეულობის ლომბარდში ჩადება. 31 იანვარს აქ არის კარგი, სწორედ ძვირფასეულობის ლომბარდში ჩადება და არ ვარგა ინვესტიციების გაკეთება. შემდგომ უკვე პირველში კარგია კაპიტალდამატება, მაგრამ არ ვარგა ვალის დაბრუნება და ორში აქაც შესაძლებელია ინვესტიციები, აი ეს გამოიყენოთ. სხვა მხრივ, მოდი ასე ვთქვათ, პერიოდი სტაბილურად საშუალოა. ეხლა რაც შეეხება ასე ვთქვათ, ისეთ ზონას, როგორც არის ანგელოზის საათი. აქ მოდი აღვნიშნოთ, რომ თქვენ შეგიძლიათ გააგონოთ ფარველ ანგელოზს, ის რაც თქვენ გინდათ, თქვენი სურვილი და გააგონოთ თქვენი ხმა, ხვალ 27-ში, დღის 12 საათი 46 წუთიდან 13 საათამდე 37 წუთამდე აქ შეგიძლიათ ილოცოთ კიდეც და ნუ გააგებინოთ რა გინდათ რომ მოხდეს. 28-ში
სამშაბათ 17 საათი 0 წუთიდან 18 საათამდე 10 წუთამდე გვაქვს ანგელოზის დრო. 29 იანვარს 4 შაბათს 11 საათიდან დღის 11 საათიდან 45 წუთიდან დღის 12 საათამდე 35 წუთამდე. ანგელოზის საათი 30-ში იწყებს ამოქმედებას 12 საათზე დღის 12 საათზე 20 წუთზე და 13 საათამდე 10 წუთამდე გასტანს. 31-ში იგი იწყებს ამოქმედებას დღის 12 საათიდან დღის 13 საათამდე. შემდგომ უკვე პირველში დილის 9 საათიდან 45 წუთიდან დილის 10 საათამდე 33 წუთამდე და ორში 13 საათიდან 20 წუთიდან 14 საათამდე 10 წუთამდე. აი ეს არის ანგელოზის დრო, თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ მას, თხოვოთ რა გინდათ რომ მოხდეს და ასე შემდგომ ილოცოთ კიდეც. ეხლა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც მე მინდა, ესე იგი, მნიშვნელოვან მოვლენასთან დაკავშირებით თქვა, უკვე გარკვეული პერიოდი პლანეტა მარსი, რომელიც საქმიანობის ენერგიის მმართველი პლანეტაა, არის რეტროგრადული, უკუმავალი. ეს მისი, ასე ვთქვათ, მოძრაობა, უკუმავალი მოძრაობა გასტანს 24 თებერვლამდე. ანუ საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მარსი გვაქვს უკუმავალი და ხშირად ესეთი კითხვები აქვს მაყურებელს, რას ნიშნავს ეს მარსის ესეთი უკუმოძრაობა, რა შეგვისთვის ხელს და რაზე მოქმედებს. ამაზე მინდა მოკლე ინფორმაცია მოგაწოდოთ. ესე იგი, პლანეტა მარსი განსხვავებით პლანეტა მერკურისგან, რომელიც მინიმუმ 3-ჯერ მაინც არის უკუმავალი წლის განმავლობაში, პლანეტა მარსის რეტროგრადულობა ეს უფრო იშვიათი მოვლენაა. თუმცა ახლა ზუსტად ამ მოვლენის წინაშე ვდგევართ, ეს დაიწყო ჯერ კიდევ ახალ წლამდე, საკმაოდ ხანგრძლივია და 24 თებერვლამდე გასტანს. თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია ეს მოვლენა და დაუშვათ რომ პლანეტა მარსი რეტროგრადული 2 წელიწად ნახევარში ერთხელ ხდება და ახლა ვართ სწორედ ამ მოვლენის წინაშე, ამიტომ ვაქცევ მას დიდ ყურადღებას. და მისი უკუსვლა საშუალოდ 80 დღე გრძელდება. ამჟამად მისი უკუსვლა ეს რაღაც 6 დეკემბერს დაიწყო წინა წლისა და 24 თებერვლამდე გაგრძელდება. მოგეხსენებათ რომ მარსი არის ომის, ბრძოლის, ენერგიის მმართველი პლანეტა საქმიანობის ასევე და განაგებს ქმედებებს, აქტიურობას, მიზანსწრაფვას, ამბიციურობას, ნებისყოფას, გამარჯვების სურვილს და შესაბამისად მისი რეტროგრადულად მოძრაობის პერიოდში, ანუ ეხლა 24 თებერვლამდე, ყველა ეს ფუნქცია ადამიანში სუსტდება, კნინდება. ამიტომაც მარსის რეტროგრადულობას მეტნაკლებად ყველა ადამიანი აუცილებლად იგრძნობს. და მოდი ახლა აღვნიშნოთ აი ეს შეგრძნების მომენტი, რაში გამოიხატება, რით იგრძნობს და რაზე გავლენას ახდენს ეს ადამიანზე. პირველ რიგში მოდით აღვნიშნოთ, რომ ამგვარ პერიოდში მნიშვნელოვნად ქვეითდება საიცოცხლო ძალები, ენერგია, ხალისი, ინიციატივის გამოვლენის სურვილი, ახლის კეთების სურვილიც კი იკლებს. საქმეები ტრადიციულად მუხრუჭდებიან ასე დროს. და ნუ ახლა მოდი აღვნიშნოთ, რომ ამ პერიოდში ამიტომ სასურველია ზედმეტად დამღლელ სამუშაოს თავი ავარიდოთ. ჩვენი დრო და საქმიანობა ისე გადავანაწილოთ, რომ დასვენებისთვის დრო დავიტოვოთ და არ საქმეს ვავნოთ. გარდა ამისა, რეტროგრადული მოძრაობისას პლანეტა მარსი გვაიძულებს თავიდან ისევ გადავხედოთ ჩვენს დამოკიდებულებებს, სხვადასხვა ფაქტების, წამოწყებების, სადავო საკითხების, პროექტების მიმართ. აღსანიშნავია ისიც, რომ ზოგ შემთხვევაში მოქმედების სურვილი და შესაძლებლობანი იმდენად სუსტდება, რომ აუცილებელი ამა თუ იმ წამოწყების შეჩერება, რათა სავალალო შეცდომები არ იქნას დაშვებული. ამავდროულად ის უნდა აღნიშნოს, რომ ზოგიერთ ადამიანს ამ დროს უძლიერდება საპირისპირო ნეგატიური ემოცია, წყენა, ბოღმა, უჩნდება სამაგეროს გადახდის და შურისძიების განსაკუთრებული სურვილი. ამ დროს ასევე იმატებს ახლობლებთან კონფლიქტების წარმოქმნის რისკი. ადამიანები ადვილად გაღიზიანებადნი არიან, ფიცხნი ხდებიან, ძველ წყენას იხსენებენ, არ არის გამორიცხული აქ საოჯახო კონფლიქტები, მეუღლესთან ან საქმიან პარტნიორებთან ურთიერთობების დაძაბვა. შესაბამისად, ამგვარ პერიოდში, რომელსაც ახლა ჩვენ გავდივართ 24 თებერვლამდე, მნიშვნელოვანია ინტერესთა ბალანსის შენარჩუნება, იმ ადამიანთა შეხედულებების გათვალისწინება, ვისაც თანაცხოვრება ან თანამშრომლობა გვიწევს. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა კავშირი სამუდამოდ გაწყდეს. რეტროგრადული მარსის პერიოდში ასევე ყველამ თავი უნდა დავიცვათ ნეგატიური ენერგიებისგან, პროვოკაციებს ყურადღება არ უნდა მიაქციოთ და არ უნდა აყვეთ. გარდა ამისა, უკუსვლით მავალი მარსი ხშირად მერყეობას, თავდაჯერებულობის შესუსტებას, ემოციურ სიცარიელესაც იწვევს ადამიანებში. ბევრ ჩვენგან შესაძლოა გაუჩნდეს ამ პერიოდში შიშები, ეჭვები, პირადი ურთიერთობები ეჭქვეშ მოაქციოს. ძველი მეგობრების და ნაცნობების სტრესში თავი შეიძლება მან არაკომფორტულად იგრძნოს. ამ პერიოდში შესაძლოა არაერთ საიდუმლოს ფარ დაეხადოს და
ფარულის საქმიანობა თუ ინტრიგა გამოაშკარავდეს. ნიშანდობლივია ისიც, რომ რეტროგრადული მარსი ნებისმიერ ბიზნეს პროცესზე უარყოფითად მოქმედებს, ამოხრუჭებს და ანელებს ბიზნეს პროექტებს. ასევე ხელს უშლის შეჯიბრებებს, მათ შორის სპორტულ ღონისძიებებს, გარდა ამისა საგრძნობლად იმატებს ავარიების, ტრავმების, სხვადასხვა ხანძრების, კატასტროფების რიცხვი, რაც ხდება კალიფორნიაში, მე მგონი ხედავთ ამას. კონფლიქტური სიტუაცია დაპირისპირება შესაძლოა ადვილად გადაიზარდოს ჩხუბსა და უსიამოვნებებში, რაც შეიძლება საულაულოდ დასრულდეს, იმიტომ რომ მარსი ეს არის ასევე მჭრელი საგნები და ასევე მართავს იგი ცეცხლსასროლ იარაღს. ამიტომ შეიძლება იყოს გამოყენებული ამ დროს როგორც ცეცხლსასროლ იარაღი, ასევე მჭრელი საგნები. დაძაბული გარემო ჯანმრთელობაზეც უარყოფითად მოქმედებს, ქრონიკულ დაავადებას ამწოვებს, იმუნიტეტსა და ორგანიზმის ამტანიანობას აქვეითებს, ხშირდება ანთებითი პროცესების წარმოქმნის შესაძლებლობა და ამ პერიოდში არ არის რეკომენდირებული ქირურგიული ოპერაციების ჩატარება, განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა თავისთავად. ცხადია, ეს არ ეხება სასწრაფო ან გადაუდებელ ოპერაციებს. და პლანეტა მარსი ასევე განაგებს ტექნიკურ მოწყობილობებს, დანადგარებს, ავტომობილებს, ღუმელებს, იარაღს და შემდგომ. ამიტომ მარსის რეტროგრადული ფაზის დროს თავი უნდა შევიკავოთ მათი შეძენისგან, რათა აღნიშნული ნივთები შეიძლება მალე გამოვიდეს კობრიდან ან არ ივარგოს და არ გამოგადგეს. ამიტომ ეს ტენდენციები თავისთავად აკითხავენ ყურადღებას, ჩვენ ახლა ვარ სწორედ ამ პერიოდში რეტროგრადული მარსისა და ეს ყველაფერი ითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას 24 თებერვლამდე. ეს მოვლენები სწორედ თუ მithumetes წარმოიქმნენ ისე თქვენ ცხოვრებაში, ამ ტენდენციებით არის ასევე გამოწვეული. ეხლა რაც შეეხება კიდევ სხვა მნიშვნელოვან მოვლენებს, პირველში ახლა ჩვენ აღვნიშნეთ, რომ აი ეს კარმული კვანძის გადასვლა თევზების ზოდიაქოში წლიანახევრი ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა, იმიტომ რომ ეს არის ადამიანის უახლოესი წლიანახევრის განმავლობაში ძირითადი კოსმიური კარმული მისია, ანუ რა, სულიერების განვითარება, მატერიალიზმის უკანა პლანზე გადაწევა, მოკლედ რო ვთქვათ. მაგრამ ცალკეულ ზოდიაქოს ნიშნებს რასაკვირველი აქ აქვთ გარკვეული ზეგავლენა და ამაზე რასაკვირველია ყურადღება მისაქცევი, იმიტომ რომ აქ ის პერიოდია, როდესაც ცალკეულ ზოდიაქოს ნიშნებს აი განსაკუთრებული ტენდენციები აქვს და რა ტენდენციები, ამაზე ჩვენ ცხადია მოგვიანებით ალბათ შემდეგ გადაცემაში ვისაუბრებთ, იმიტომ რომ აქ სალაპარაკო ცოტა ბევრია და დრო დაგვრჩა ცოტა, ამიტომ ალბათ შემდეგ გადაცემისთვის გადავდებ და იქ უკვე აგიხსნით ცალკეულ ზოდიაქოს ნიშნებს კონკრეტულად რა კარმული მისია წამოეწევა იმის გარდა, რომ დაუშვათ ყველასთვის სულიერება უნდა იყოს წინა პლანზე წამოწეული მატერიალიზმი უკანა პლანზე, მაგრამ კიდევ ცალკეულ ზოდიაქოს ნიშნებს დამატებითი კარმული პროგრამები აქვს, აქ, რომელიც უახლოესი წლიანახევრის განმავლობაში უნდა იყოს უმნიშვნელოვანესი მათთვის, როგორც წარმატების მომტანი ფაქტორები. და ამაზე ვისაუბრებთ ალბათ უკვე შემდეგ გადაცემაში, იმიტომ რომ ცოტა ვრცელი დრო უნდა დაუთმოთ ამ მოვლენას. და კიდევ მოდი ავუშვათ ახლა ვისაც აქ რაღაც მნიშვნელოვანი საკითხები გასაკეთებელი ამ პერიოდის განმავლობაში ეს მათ საყურადღებოდ მოდი ავუშვათ, რომ ვისაც აქ კურნალობის დაწყება დავუშვათ განზრახული, ხო? აი მათთვის მაგალითად კარგია 28 რიცხვი იანვრისა და შემდეგ უკვე კარგია 1 თებერვალი. მაგრამ 29-ში არ ვარგა კურნალობის დაწყება გამოერიცხა. რაც შეეხება მგზავრობა მოგზაურობის კუთხით, აქაც 29-ში მოდით თავი შევიკავოთ. ეს პერიოდი მაინდამაინც კარგი არ არის მგზავრობა მოგზაურობის კუთხით, მაგრამ აი მაგალითად სხვა დღეები კი თუნდაც გნებავთ იყოს 28 რიცხვი. მისაღებია ან დაუშვათ 1-2 თებერვლის დღეები, სავსებით მისაღებია და კარგია მგზავრობა მოგზაურობის კუთხით. სამსახურის შესწყვეტს რაც შეეხება აქაც 29 რიცხვი გამორიცხოთ, ხოლო გამოიყენოთ 28, გამოიყენოთ 1 რიცხვი, აი ამ მხრივ ეს დღეები კარგია. ხელშეკრულებების დასადებად აქ კარგია 27 რიცხვიც, 28 რიცხვიც, 1 რიცხვი, კი ბატონო, მაგრამ 29 გამორიცხოთ. დარჩენილი დღეები საშუალოა ნეიტრალურია. ქორწინების თვალსაზრისითაც მაგალითად იგივე თუნდაც ავიღოთ 1 რიცხვი, 2 რიცხვი, არ არის ცუდი 31 რიცხვად შორის კარგია, 27-იც უწყობს ხელს ამ პროცესებს, 29-ის გარდა ეს დარჩენილი დღეები უდაოდ კარგია. ბინის ყიდვა გაყიდვისთვის, ახალ ბინაში გადასვლისთვის გამოიყენოთ 27-28, ასევე 1 თებერვლის რიცხვები და მოვერიდოთ ამას 29 თებერვალს, 30-იც ისე რა. მოდი ასე ვთქვათ. მშენებლობის დასაწყებად სარემონტო სამუშაოებისთვის ყველაზე კარგი იქნება აქ ამ შემთხვევაში 30 რიცხვი, ასევე 1 თებერვლის დღე და არ ვარგა 29 რიცხვი. მსხვილი საყიდლების კუთხით მოდი ასე ვთქვათ 27 რიცხვი შეგვიძლია გამოიყენოთ.
31 არ იქნება ცუდი და არ ვარგა 29 რიცხვი. აქ რაც შეეხება სასამართლო პროცესებს, აქ 27 რიცხვი მაქსიმუმად გამოიყენოთ, 31-იც კარგია, მაგრამ 29 არ ვარგა. დარჩენილი დღეები საშუალოა. მოდით ვთქვათ ასე. აი ეს ტენდენციები, რომელიც აქ გასათვალისწინებელია, თუმცა შეჭრაზე მე უკვე გესაუბრე და ახლა მოდი აღვნიშნოთ, რომ ჩვენი საერთო დრო თანდათან იწურება და ჩვენ ესე კიდევ ერთხელ გვინდა შეგვახსენოთ, რომ პირველ რიგში ესე იგი იყიდება ჟურნალები, ჰოროსკოპი და შენი ჰოროსკოპი სანამ კიდე არის და მთელი რესპუბლიკის, ასე ვთქვათ, პრესის ჯიხურებში არის იგი გავრცელებული, ასევე მაღაზია ნიკორაში, ასევე მაღაზია ბიბლუში და შეიძლება სხვა PSP-ს აფთიაქებში და სხვა ადგილებშიც ნახოთ, რომ ბევრ ადგილას არის შეტანილი. ამიტომ დროულად მეაქცეთ ამას ყურადღება, იმიტომ რომ შეიძლება ეს გაიყიდოს მალე, არადა არის ძალიან კარგად, ასე ვთქვათ, გაკეთებული იმ კუთხით, რომ ლამაზად არის გაფორმებული მშვენიერ ქაღალდზე და გადასარევი მე მგონი თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია არის აქ. და ასევე კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ პირად ჰოროსკოპთან დაკავშირებით გვირეკავთ მხოლოდ ტელეფონის ნომერზე, რომელსაც მე ვაცხადებ 599 91 52 38. ვიმეორებ 599 91 52 38. ყველაფერი დანარჩენი სხვა ფეიკია. პირდაპირ გეუბნებით. და რასაკვირველია, ხვალდილით ჩვენ კვლავ შევხვდებით 11 საათზე, განმეორებით გადაცემით ტელეკომპანია კავკასიის ეთერში, ასევე ტელეიმედში დილით 9:15 აკლია, შემდეგ 10:20 წუთზე უკვე რადიო იმედში შევხვდებით ერთმანეთს და შემდგომ უკვე სადღაც დილის 10 საათისთვის პოსტ TV-ს დილის გადაცემაში ასევე შევხვდებით ერთმანეთს. ნუ დავისთავად რადიო ფორტუნა ყოველ დილით 3-ჯერ დილის საათებში გავთვით ინფორმაციას იმ დღის და კვირის პროგნოზის შესახებ, მათ შორის ჩემი მეშვეობით, რასაკვირველია, ჩემი გახმოვანებით დავისთავად და იქნებით ამ ინფორმაციით გაფრთხილებული შეერაღები, რაც შეეხება რუსთავი 2-ს. რუსთავი 2-ში პატარა ექსპერიმენტები, ამიტომ რაღაც შეიცვალა პროდიუსერთა სისტემა და შემდგომ, ამიტომ ჩვენ აქამდე რო ქონდა გადაცემა ხუთშაბათს, ახლა ეს გადაცემა დროებით გადავიდა პარასკევზე, იმიტომ რომ ახლა აინტერესებთ აი პარასკევს ეს პროექტი რამდენად, ასე ვთქვათ, გამართლება თუ გამართლა, მაშინ ესე იგი დავრჩებით პარასკევს თუ არა, შეიძლება ისო ხუთშაბათზე დაბრუნდეთ. ნუ ერთ სიტყვით, ეხლა ამ ეტაპზე რუსთავი 2 ჩვენ გვაქვს პარასკევს, სადღაც უკვე პირველის ნახევარზე ეს შუადღის გადაცემაზეა საუბარი. და ამ ინფორმაციით იქნებით გაფრთხილებული, შეერაღებული, იმედია წარმატებული. მეაქცეთ ყურადღება კიდევ ერთხელ მინდა მოგილოცოთ, ესე იგი კიდევ ერთი აღმოსავლური კალენდრით, მთვარის კალენდრით ახალი წელი, მწვანე გველის წელიწადი, ყოფილი იყოს იგი ფეხბედნიერი, მთლიანად სოფლიოსთვის, თითოეულ თქვენთაგანისთვის, თქვენი ოჯახებისთვის და საქართველოსთვის, რომ ბევრი კარგი რამ მოგველოცოს ერთმანეთისთვის და უფრო სტაბილურობისკენ, სიმშვიდისკენ და უფრო დაალაგებისკენ წასული იყოს იგი ეს ტენდენციები მას ექნება, თუმცა 7 წელიწადი არ იქნება დაძაბული, მაინც არის, ოღონდ არა ისეთი, როგორც 24 იყო. და იმედი მაქვს, რომ აქ უფრო მოლაპარაკებები და რაღაც ტენდენციები, რომელიც უფრო გაძლიერდება, 2025-ში მისცემს სამყაროს საშუალებას, რომ უფრო მეტად დაალაგდეს, დაალაგებისკენ წავიდეს და უფრო მშვიდობამ დაისადგუროს. აი ამ ინფორმაციით საუკვეთ სრულებით, ვეგესურვებთ ბედნიერ კვირას, გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე.